საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგითხრობთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას და იმ განვითარებულ მოვლენებს, რომელი მოვლენები სამბოლოო დროს თითქმის ძალადობრივ მოქმედებებზე გადავიდა. ტაქტიკა შეცვალა მოწინააღმდეგე მხარემ, მოძალადემ, სექტანტურმა ორგანიზებულმა ჯგუფებმა და გადავიდნენ შემდგომ ტაქტიკის და შემდგომი ამოცანის განსახორციელებლად სხვა მიმართულებით. ეს მიმართულებები არის სხვადასხვა მიმართულებები, რომელი მიმართულებების საფუძველზე მათ სურთ კვლავ დაძაბონ ქვეყანაში სიტუაცია. მათი მიზანი არის ქვეყანაში მასიური არეულობა და მასიური არეულობის ფონზე მსხვერპლის მიღება. ასევე ისინი მოქმედებენ სხვადასხვა მიმართულებებით და იყენებენ ყველა მათ ხელს არსებულ ბერკეტებს, რომელი ბერკეტების საფუძველზეც მათ უნდათ მასშტაბური ხასიათი მიცენ ამ არეულობას. მათი მფარველები, მათი კურატორები და მათი დამფინანსებლები ანალოგიურ სიტუაციაში არიან ჩართულები და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მქონდეს მათ აგენტურას საქართველოში, რომელი აგენტურის საფუძველზეც ისინი ცდილობენ ქვეყანაში რევოლუციის განხორციელებას და რევოლუციის მასშტაბურ განხორციელების ფონზე ძალაუფლების ხელში აღებას. ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, არაერთი მოქმედებები ვიხილეთ მათი მხრიდან, არაერთი მცდელობები ვიხილეთ მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოში დაეღვარათ სისხლი. სამწუხაროდ აი ამ მოძალადე ჯგუფებს და აი ამ სექტანტურ დაჯგუფებებს მხარს უჭერს და აქტიურად არის ჩაბმული წინა ხაზში ეგრეთ წოდებული ქუჩა-ქუჩა მოწანწალე ფუფალა პრეზიდენტის ალობე ზურაბიშვილი. ეს ადამიანი უკვე სხვას გადადის. ამ ადამიანმა უკვე ფაქტიურად დაანახა საქართველოს მოსახლეობას თუ როგორ ძულს მას საქართველოს და ქართველი ხალხი. ამ არსებამ და ამ საშინელებამ უკვე დაანახა სრულიად საქართველოს, რომ ის არის ანტიქრისტე და სატანისტური ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი და ის აპრავებს ყველა იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ძალადობრივი ქმედებების საფუძველზეც დღეს ქვეყანაში არის მასიური არეულობა. ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით და კიდევ სხვა მრავალ თემებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. მადლობა რომ მომზადეთ სტუდიაში. ბატონო ზაზა. მადლობთ მოწვევისათვის. დავიწყოთ იქიდან. მოკლედ პროცესი არ ჩერდება და არავის არ ეგონოს, რომ თითქოს და რაღაც გარკვეული დღეს სიმშვიდეა რუსთაველზე, არავინ არ ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს, არავინ ესე იგი არ ისვრის პილოტექნიკიდან და არაზიანებს პოლიციელებს, არავინ არ ისვრის ქვებს, არავინ არ ისვრის სხვა დანარჩენ საგნებს პოლიციელების წინააღმდეგ, არავინ არ ამტრევს პარლამენტის შენობის შუშებს და არავინ არ აზიანებს სახელმწიფო ქონებებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ყველაფერი დამთავრდა. არა, ყველაფერი მიდის, ყველაფერი გრძელდება, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, იმ გეგმის მიხედვით, რომელი გეგმაც არის გაწერილი ამერიკის შეერთებული შტატების თეთრისახლის ადმინისტრაციაში და ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და ევროკავშირის ლიბერალ LGBT ფაშისტური ორგანიზაციის ლიდერები. ეხლა ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე დღის უკან კიდევ ამ რა ვთქვა ამ ხალხზე აღარ ვიცი მოკლედ ესე იგი არ მოიძებენ იმას სიტყვა ისეთი რომ ამ ხალხზე თქვა აიგე ხედელობაში ვიყავს ეს მოღალატე და გაეძვერა საქართველოში კიდევ ჯერჯერობით რაღაც რამოდენიმე დღე დარჩა ამ ხალხს პრეზიდენტობის სტატუსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა ევროსაბჭოში სტომაზე და მან ისეთი საშინელებები საუბრა საქართველოსთან მიმართებაში. მან ისე წარმოაჩინა საქართველოს აი სწორედ იმ ევროსაბჭოს სტომაზე, ნუ ახლა იქ არ იყო, თითქოს ნახევარიც არ იყო იმ ევროსაბჭოს სტომაზე წარმოდგენილი, იყო მხოლოდ და მხოლოდ ის პარტიები, რომელი პარტიების მათ ლობირებენ, ხო და ესენი ხელმძღვანელობენ დღეს შექმნილ სიტუაციას საქართველოში.
მისი ეს ნაბიჯები, რომელი ნაბიჯების გადაედგა სალომე ზურაბაშვილის მხრიდან დაწყების დღიდან, როდესაც დაიწყო ეს პროცესები საქართველოში. და დღემდე გრძელდება მისი ესე დაუმორჩილებელი და მისი ესე უკანონო ქმედებები. პირველი ის აუცილებელი არის თორე საქართველოს სამართალო დამცავ ორგანოებმა მასზე აღზრან სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო სალომე ზურაბაშვილის სისხლისამართლებელი დევნა, როდესაც მას უკვე შეუჩერდება პრეზიდენტის სტატუსი. ეს უნდა მოხდეს თორე და უნდა გააკეთოს თორე ქართულმა საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ. ბატონო ტრისტან, ეხლა რასაც უყურებთ, ხო, ეს ქალი საერთოდ გამოვიდა კონსტიტუციიდან, კანონის ჩარჩოებიდან და ყველაფერიდან. დავალება აქვთ, რომ უნდა მოასწრონ 20-მდე. 20 სანამ შევა ახალი ადმინისტრაცია თეთრსახში. 20 იანვრამდე. 20 იანვრამდე. მაგრამ ამას ვადაგაზდის. რას ისავს არ გამოვა. თუ არ გამოვა, ქართული ხალხი გამოიტანს მაგას. და მეორე რამეა, დადის და საერთოდ რა არ მაქვს მე ის წარმოდგენა, რომ არაზუსტ არ მქონია ამ ქალზე ის წარმოდგენა, რომ ეს ქალი რაღაცას წარმოადგენდა რა. ასრულებს იმ დავალებებს, რაც არის. ახლა გინდა არ გინდა პრეზიდენტია საქართველოს. ხო, პრეზიდენტია, აგვარჩევინეს. გასაგებია, მაგრამ იქ ანგარიშ უწევენ, იმიტომ რომ პრეზიდენტ, მაგრამ იქ სადაც იჯდა ხო უყურებ ვინები იყვნენ იქ. დარბაზი დაცლილი იყო მთლიანად. გამოვიდა აძაგა ქვეყანა, გააცამტო რა, ვითომ აქ სისხლი იყრება, სემენ სასტიკი რეჟიმია. დაავიწყდა მიშას რეჟიმი, როგორი იყო? ის იყო სასტიკი. გვამები რო შემოდებული იყო, სახურავებზე და დენმა მოკლავდა. იმან დენმა დაარტყა და ისო და ხალხს სისხლში აბანავებდნენ. ეს იყო ცემა? ეს არის დარბევა? პოლიციელები ეხლა რო არბევენ კაცო. ან სადარბევენ? მაშინ ხალხი არც ქვას ესროდა პოლიციელს, არც მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, არც სხვა საგნებს ესროდა, არც ბიოტექნიკა, არც პარლამენტს ლეწავდნენ შუშებს, არც კერძო ქონებას, არც სახელმწიფო ქონებას ანადგურებდნენ. მართლა მშვიდობიანი აქციები იყო მაშინ. 2007 წელში, 8 წელში, 9 წელში, ყველას 11 წელში და როგორ გაუსწორდნენ? კი, ხალხს. გეთანხმებით. და იქ არიციან, რომ ეგრე იყო და დღევანდელი დარბევა და ის დარბევა სულ სხვანაირი დარბევა ხდება? მეტი თავშეკავებლობით რო იქცევა პოლიცია? თვითონ რო ესრიან ქვებზე ერთმანეთს არ ტყავენ, ისიც პოლიციის ბრალია? ან თვითონ ერთმანეთს ხვდებიან და ცემენ? უმეტესობა მასე და ეხლა ეს არ მოხდა, კაცო, თავისიანი რო ცემეს და ეგონათ რო ოცნების ხალხმა ცემა და თავისიანი აღმოჩნდა. თავისიანები რო აღმოჩნდა და ეს საერთოდ რო აღარ იღებენ მაგაზე ხო? ტიტუშკებს რო უზახოდნენ, ხო, ტიტუშკებიო და თვითონ რო აღმოჩნდა. თუ ნაცების ტიტუშკები ყოფილა. თვითონ ტიტუშკები. ეს სადინამე და ტიტუშკები. ეს ტელევიზია ჟურნალისტები რო ცემეს, აი. TV პირველი ჟურნალისტები. ხო და ეს როგორ გამოდგა მე? სად არის ეს ჟურნალისტი 30 კაცი მცემდა რო იქ რო ზინტე სად არის ერთი ეს? აღმოჩნდა რომ თუ ეს 30 კაცი ყოფილა ნაცების ისა ზონდერ ჯგუფები. ხო ეს იცი რატო ვერ მოიფიქრეს, ვერ გათვალეს, რომ შეიძლება ამოეცნო, შეიძლება რაღაცას დაეფიქსირებინა ეს ტიტუშკები თუ რაღაც მაიმუნა მოიგონეს ახალი სახელები. თვითონ მოიგონეს ეს ყველაფერი. ხო, რაღაც საიზღარი. ზონდერები არიან რა ტიტუშკები, ზონდერები არიან, ნაცების ზონდერები, რომელსაც ზონდერებმაც გააგრძელეს თავიანთი, ესე იგი, ფუნქცია მოვალეობის შესრულება, რასაც თავისუფლად სააკაშვილის დროს აკეთებდნენ, ხო? ხო და ეხლა ნახეთ ბატონო ზაზა, ეს ქალი გამოდის და ამბობს რას? ევროპაში საბჭოს სხდომაზე, ხო? არაო, მომიტინგეები, ისეთი კარგად, ლამაზად, მშვიდად, აი ესე გეგონებოდა რა, თითქოს და აი რაღაც სადღაც 64-ში იყავი ადამიანი, რა, ისე წარმოაჩინეს მომიტინგეები. მომიტინგეებს არაფერი არც უძალადებიათ არაფერი. ყველა გადასცემდა CNN, BBC, მთელი უცხოეთის ტელევიზიები, ლიბერალური ტელევიზიები გადასცემდნენ, როგორ ისოდე ბიოტექნიკას და წავდნენ პოლიციელებს და იმას და როგორ იყო ეს მშვიდობიანი, რომელი იძახის, ეხლა რომ მშვიდობიანი, ის იძახიან იმას. ამ მშვიდობიან აქციაზე ამბობენ ის, ვისაც უნდა რომ ესე წარმოაჩინოს საქართველოს, რომ ესენი ეს ოპოზიცია არის მშვიდობიანი, თან როგორ თვითონ შეიკრიბა ხალხი, თვით ორგანიზება გაუკეთა ხალხს. სად არიან ეს მაიმუნი პოლიტიკოსები, იქ რო არიან, მაგ ხალხის უკან ჩამალულები და სისინებენ გველებივით.
იცი რა არის ახლა ისინი ნახეთ ეს ნაძირალა ხო ჩევიდა აქედან ეს ნაძირალა ეს არაქალი ეს დანოსებს წერენ დანოსი აგზავნიან ევროპარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატებში გათახშებული შპიონი ეს არის შპიონი გაიგე აი შპიონი კომკავშირელი ხო ჩეეთრა გაიგე და ესეთი მართლაც რომ ისე წარმოაჩინა ჩვენი ესენი სამართალდამცავი სტრუქტურები გაიგე ესენი ცივი მგონია ბატონ ტრისთან პავლიკ მარას დედას მოუკლავ, მამას მოუკლავ, თუ სამშობლოს, თუ პარტიას დაჭირდა. გონია კი არა, არიან, კაცო. კი არ გონია, არიან, მაგრამ მე ამ სალომეს იმას უბრუნდები რა, საქციელს, გაიგე? რომ ჩავიდა იქ, ესე მართლაც ესენი არიან ყველა ტროცკისტები. ისეთი წარმოაჩინა ეს ქვეყანა რომ თითქოს და სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ კაცი-ჭამიები, ისე წარმოაჩინა, ხო? ამ ნაძირ და ისინიც ის ნაძირლებიც ვინც იმაში იყო, როგორ აუდგნენ ფეხს და ტაში დაუკლეს. აი ესე იგი ორი მხარეს ორი ნაძირლების ის არა. შეთანხმებული არის ყველაფერი და ისენიც უნდა ადგენენ დაუკრან, ესენი რომ იტყვიან ამერმა უნდა დაუკრან. აბა როგორ გინდა ხალხი ხო უნდა შეიყვანოს შეცდომა აი ევროპარლამენტი გვიჭერს ევროსაბჭო გვიჭერს არ ცნობენ არჩევნები არავინ არა თქვა რომ არჩევნები არ ჩატარებულა რატო ჩამოვიდა თუ ის იყო ეხლა რომ ჩამოვიდა გენერალური მდივანი კი ბატონო რატო ჩამოვიდა რატო შეხვდა კობახიძეს რატო შეხვდა ვისაუბრებთ ახლა მაგათაც ვისაუბრებთ არა იცი რა მეკვის თუ არალეგიტიმური ხელისუფლებაა რატო ხვდები ესე იგი აღიარებ რო ხვდები კაცო მაშინ აქ კი არ უნდა ჩამოსულიყო. მაშინ უნდა სადმე ნეიტრალურ მოედანზე უნდა დაეძახათ, რომ აეხსნათ. თქვენ ისა შეეხეთ სწორი ისა თქვით ახლა განცხადება გააკეთეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა საქართველოში. თავის თანხლებ პირებთან ერთად, ხო? მოკლედ ეს ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ მას მე ვფიქრობდი, რომ მას რაღაც გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი ახლა რამდენად ეს მოხდა და რამდენად ეს გააკეთა, მაგრამ მე დღეს მის განცხადებებს მოვუსმენე და მისი განცხადებებიდან გამომდინარე ფაქტიურად როდესაც ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა და უთხრა რომ თქვენო ამბობთო რომ ესაო დაზარალებულები არიანო მომიტინგეებიო ის მოკლედ ესე იგი და ამდონი დაჭერილიო ამდონი არ გიხსენებიოთ და არ გითქვიათო ჯერ ერთი ვინ დააზარალა ესენიო ხო რომ თვითონ ერთმანეთი დააზარალისო ხო და მეორე რამდენი პოლიციელია დაზარალებულიო თქვენ ეს არ გითქვიათო და ამის ყურადღება არ მიგიქცევეთ რატომ არ მიაქცევთ ყურადღება იცი რა პასუხი გაცა ისიც ნაძირალა არის გესმის ისიც ამათი კუდი არის მე პირადად არ მიმიღია მონაწილეობა აქციებშიო გაიგე და პირადად ჩემი თვალით არ მინახავს ბიჭო შენი თვალით ნახე ის რა ქვია მომიტინგეები რომლებსაც ისახებ დაზარალებულები არიან რომელსაც ერთმანეთს დააზიარენ შენი ყავი იქ და შენ თვითონ შეხედე რომ ხარი დაუჭირი ამას ყველაფერს რატო მაკეთებ ესეთ რაღაცებს მაგრამ შენ წინარი ნაძირალა ხარ გესმის ასია შაკვე შენ სწორედ იმისთვის ჩამოდი გაიგე რომ გინდოდა მაგრად დაგეკისინებია თითი ხელისუფლების რა არ გამოგივიდა იმიტომ რომ შენ ისეთი კადრები განახეს გაიგე ისეთი კადრები ანახეს ამ ადამიანს იქ ამ ნაძირალას ამ გენერალურ მდივანს ისეთი კადრები ანახა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ისეთი ფაქტების წინაშე დააყენა ხმას ვეღარ ამოიღო გესმის რასაც ეს ნაძილები ჩადიოდნენ გესმის და დაზიანებული პოლიციელები გესმის საშია საქმე იცი რა ქონდათ კიდო იცი გაკეთებული ამ ნაძირლებს ფეხსაცმელებზე ქონდათ გაკეთებული ლურსმის წვერები ლურსმის წვერები პოლიციასა რომ მიდიოდნენ ესენი ეს წეხს რო ურტყავდნენ მაშინ არა პოლიციასა ხომ მიდიოდნენ გაიგე და აი მასან და ხო ესეთ შეურაცხყოფას ხوقენებდნენ და პარალელურად ფეხს უტყამდნენ ამ ლურსმის წვერიდან ფეხს უტყამდნენ წვიებში გაიგე რომ პოლიციელი გამწარებული იყო და ამ დროს ზემოდან კამერა იღებდა გაიგე რომ ამის საფუძველზე პოლიციაში შეურაცხყოფა მიეყენებინა უბრალოდ რა არის ეს ახლა ალბათ უნდა აჩვენო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თხოვ ძალიან თქო რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა და შესაბამისად სამსახურებმა აჩვენონ იმ პოლიციელების წვიები როგორ აქვს დაზიანებული ამ ლურსმის წვერებიდან მომიტინგეების მხრიდან გაიგე ბიჭო ლურსმის წვერებიდან არის დაზიანებული ისიც გადაღებული ხო იქნება პოლიციას ლუსმანი სადეკეთა წინა მხარეს პოლიციას კი არა მას მომიტინგეებს სადეკეთა მომიტინგეებს ესე იგი ფეხს აქვს ეს სპეციალურად იყო გაკეთებული კაცო გესმის საშიას აფე რომ გამოიყვანათ პოლიციამ წვივში რო ხარ შენ ლურსმის ის მოხდება წვერი ბიჭო აი მაშინ უბრალოდ რამეს რომ მიარტყა მაშინ და რამოდენიმე ლურსის წვერია ეს რამოდენიმე რომ მიარტყა და მოგარტყამს გაიგე იქ გამწარდები კი არა იქ შეიძლება თავი მოაჭრა ადამიანს ხო აბა რა ისეთი მტკივნეული
მიღებული არის, ხო? ესეთი ჯგუფებიც იყო, რომელიც ჯგუფებიც ამას აკეთებდნენ, ხო? ამ კიდევ მე მიკვირს ამ პოლიციელების როგორ ითმენდნენ, გაიგე? ესე გამოაშკარავებული ეყოლებათ ეს ჯგუფები ასე. აუცილებლად, კიდევ მიკვირს, ანახეს ამ ნაძირალას, ეროსაბჭოს რო იყო ჩამოსული გენერალური მდივანი, გაიგე? ანახეს ის დასარალებული პოლიციელები, რომლებიც პილოტექნიკით არის დასარალებული და რომელიც პილოტექნიკის სასწაულის მძიმე ჭირილობები აქვს მიღებული და ეს კიდევ იმას ითხოვდა, რომ ეს ხალხი გაანთავისუფლო. ვინ უნდა გაანთავისუფლო? ესენი მკვლელები არიან. ხო შეიძლება ეგ მკვლელობა მოხდარიყო, ხო? ხომ შეიძლება რომ იმ პილოტექნიკის საფუძველზე ვიღაცა გარდაცვლილი იყო, შეიძლებოდა, გაიგე? ყველაფერი შეიძლებოდა, ხო? ანუ ისინი მკვლელები არიან და შენ მეუბნები რომ შენ მომართავ, შენ გენერალური მდივანო, შენ მეუბნები რომ გაათავისუფლო ეს ადამიანები, ვინ უნდა გაათავისუფლოს? ქართული ესება მაგას არ გააკეთებს და მიიღებს მეტ რისკვას ხალხიდან. იმ ხალხიდან, რომელი ხალხიც უკვე გამწარებული არის და ამოუვიდათ ეს საშინელება კისერში და სასიზღრობა, ხო? აი ჩამოსული ეს ადამიანი, ახლა თქვენ ახსენეთ, ხო ეს ისა თავის თანხლεπირებთან და შეხვდა ოპოზიციასაც შეხვდა, ხო? ის არ შეხვდა, გვარამიამელია. ხო, იმიტომ რომ იმათ მოტვინეს რაღაცები და ესე რაღაცი გველები არიან, ხო იცი? ხო, და მე თუ კი შენ თქვის არ იყოს. აი, თუ კი შენ არ ცნობ ხელისუფლებას, თუ კი არ ცნობ არჩევნებს, თუ კი შენ ის არალეგიტიმურად მიგაჩნია პრემიერის და საერთოდ მთავრობას, ხო? რას მიწანწალი და მიეძუნწე იქ და იმას ხენ დაუჯექი გვერდში და დაუწყე საუბარები, ერთი გამაგებინია. რატომ იდი? ანუ ესე იგი არის, ანუ ჩატარდა არჩევნები, ანუ არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი გაყალბების გარეშე. ფაქტი ვერ დადეს. ფაქტი ხო უნდა დადო, რაზეც ხო უნდა ილაპარაკო, რომ აი ეს ბიჭო მე რა მიკვირს, იცი? პრეზიდენტ ამას რო იღებდე რა ამბავი ატეხეს რომ ელექტრონული სისტემით ჩატარდეს, იმიტომ რომ აყალდება. აგერ პრეზიდენტი ლაპარაკობდა ამით ჩატარდა, არ გაყალდება, გვარამია მაგას იცახებდა, არ გაყალდება, არაფერი, არა ჩანს, არაფერი და ასე უცებ, როგორ შეიძლებოდა რომ უცებ გამოჩენილიყო ყველაფერი, ა? თუ არ ყავდი, რამაში რატო იძახოდნენ? როდის ყუოდნენ? ნუ ახლა გეგმა ქონდათ მაგათ, გეგმაში ქონდათ ეს ყველაფერი, რომ არჩევნები უნდა გამოეცხადებინათ გაყალბებულად, ამ გაყალბების ფონზე მათ ქონდათ ეს მე ჩვენ რა ვთქვით ბატონ ტესტა, როდის იწყება მეთქი? 28-ში მეთქი, 26-ში არაფერი იქნება, 27-ში. ამ გადაცემაში ხო, იზეიმებენ რომ გავიმართ თვითონ, მე რომ დაითრება და გამოცხადება და გაიგებენ, всё გაყავდა არჩევნებიო. რაზე იმობდნენ? მოვიგეთო. ნუ ახლა ეგ მაგათი თუ ჩანდა რომ მოიგეს სად არის მე ის არა ეს ტექნოლოგიაა ესეთი გავიგე ბატონო ტრისტა ბაკეინის სიმის დაწერილი ტექნოლოგია კიდე ვიღაცა ჯანდაბის სატანისტების მოგონილი ტექნოლოგია მაგრამ ვერ გაამართლა ამ ქვეყანაში ეგეთ როცა გაამართლა მაშინ დაიღუპა საქართველოს ერთხელ გაამართლა ამ ტექნოლოგიამ როცა გამსახურდია გადააგდეს მეორეჯერ გაამართლა ვარდების რევოლუციის დროს ორი რევოლუცია მაშინ მიზეზებიც იყო კიდე ვარდების რევოლუციის დროს რაღაცა მიზეზები იყო როცა შეეძლოთ რომ ხალხისთვის შუქიც მიეცათ გაზიც მიეცათ და სადღაც ჯანდაბაში ყიდიდა მაშინდელი ხელისუფლება ხელოვნური საბოტაჟი იყო შექმნილი მაგარი ხელოვნური და ვიღაცები იმისთვის რომ აი სატანისტებს გადაებარებიათ ხელისუფლება მარე 100%-იანი კი 100%-იანი და ეხლა რა ესე იგი ეს კითხვები ახლა შეხოთაშორის იქ ჟურნალისტთა შემადგენლობა იყო რომლებიც ობიექტურ შეკითხვებს უსვამდნენ ვერც ერთ ობიექტურ შეკითხვას ამ ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა პასუხი ვერ გაცა ეს მისაშენებელი რატო ვერ გაცემდა იმიტომ რომ ეუნებიან თქვი ვერ გაცა იმიტომ ვერ გაცა სიმართლეც ვერა თქვა იმიტომ ვერ გაცა ვერ მოიტყვა ვერ სიმართლე ვერა თქვა სიმართლე ანახეს ამგენმა რას მოხდა ხო ანახეს დაუძვეს წინ იმიტომ იყო რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და იმიტომ იყო ეს 3 დღე აქ რო იყო ატუზული გაიგე 3 დღე რო იყო იმასაა ისე ოროსანი მოსწავლესავით გაიგე და ოროსანი მოსწავლესავით მართლაც ოროსანი მოსწავლესავით იყო დღეს როდესაც ესე იგი ჩაატარა ბრიფინგი ხო იმიტომ რომ ახლა ფაქტის წინაშე დააყენეს ადამიანი ხო ფაქტის წინაშე დააყენეს რა მოხდა საქართველოში ხო ფაქტის წინაშე დააყენეს ვინები არიან ეს ადამიანები ფაქტის წინაშე დააყენეს რა საშუალებები ქონდათ მათ იმისათვის რომ ქვეყანაში სისხლი დაეღვარათ გაიგე მოასმენიეს სატელეფონო საუბრები მოასმენიეს გესმის საშია საქმე როგორ უნდათ ქვეყნის ამოყირება როგორ უნდათ ადამიანის მსხვერპლი ეს ყველაფერი და იმიტომ იდგა ოროსანი ბავშვივით და შენ ოროსანო ბავშვო რო ჩახვალ ახლა იქ ევროსაბჭოში ხო ჩაიტანეს ზუსტად ეს ინფორმაცია რაც ხელისუფლებამ განახა რაც განახა და რაც შენ თვალით ნახე და ნუ გადააბრუნებ ნურაბერს და უკუღმა 100 მეტაო ნუ მოიცევ ისე გაიგე მოიქეც ისე როგორც ობიექტურობა მოითხოვს ბატონ ტესტან ისე რა სირცხვილია დღევანდელი ევროპა რა პოლიტიკოსები ყავდათ ევროპას და ვის ჩაუვარდათ ხელში ევროპის ხო აბა ეხლა რომ წამოახედა ტეჩერი იქ ჩერჩილი
მიტერანი ისინი რა პრეზიდენტები ყავდათ, რა ლიდერები იყვნენ, გენშელი, კოლი, გერმანიაში, ესენი ვინები მოვიდნენ, საიდან მოვიდნენ? მოვიდნენ, ახლა ისა პროგრამა იყო ესეთი, რომ მთელი მსოფლიოში უნდა გაბატონებული იყო ლიბერალი, LGBT, ფაშისტი. არა და ერხევათ. ვაღებსო, იმსხრევა ეს უკვე ეს იმსხრევა. უკვე დაიწყო მსხრევა. აქ უკვე დამთავრებული არის მაგათი რაღაც. აგერ ვერ უყურებ რუმინეთში რა ქნეს კაცო. კაცი გაიმარჯვა პირველში და დაურეკეს ის საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენთან რომ დაილეკათ ეხლა იქიდან ევროპიდან და ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიო გადაწყვეტ ხო არა გაყავდა არჩევნებიო. აი დემოკრატია. რა მოხდება? აი დემოკრატია. კაცი გიშსაგავს იქაური. გამარჯვებული კაცი. სამაგერად რუმინელი ხალხი ყოფილა. უფრო მაღალ დონეზე. რა გაყავდა, რის გაყავდა? ატეხეს თელი ამბავი და ყველაფერი. მე მგონი იქ არ დათო. რუმინეთი მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც აღარ იქნება. არ დათო, ნახა, რუმინელი ხალხი არ დათო. არ დათმობს, როგორც თავიანთ არის, ისენის დაღალა ამ პიდარასტების მოქმედებებმა და ამ პარპაშმა, მაო. დიახ. 3-4 ქვეყანა, 3 ქვეყანა მდიდდება მთელ ევროკავშირში, დანარჩენი იქცევა დანარჩენი ევროკავშირის ქვეყნები. აღმოსავლეთის ქვეყნები მით უმეტეს. კი. გეთანხმებით. ნუ ახლა სალომე ზურაბიშვილის ეს თვითონ საქციელი ფაქტი არის რომ ეს საქციელი ანტისახელმწიფოებრივი საქციელი არის, ხო? ამავდროულად ეს არ არის ის პრეზიდენტი, რომელმა პრეზიდენტმას რაღაცა აუ რამბაგარის სამარცხვინო პრეზიდენტი ეს არის. რომელმა პრეზიდენტს რაღაცა გარკვეული ისეთი დატოვა ქვეყანაში, კვალი ისეთი, რომელიც კვალი საფუძველზე ადამიანს ტკბილად მოიხსენიებ, ხო? მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანს რაღაც გარკვეული სადაც მაგით ცხოვრობდა იმ ქუჩაზე თავის ძეგლი უნდა დადგას გაიგე და ყველა გამლულ აფურთხებდეს გაიგე რომ არ დაავიწყდეს ასეთი ნაძირალა პრეზიდენტები ადამიანებს გაიგე ასე უნდა გაკეთდეს არა ის ხო გვაქვს ისა ოკუპაციის მუზეუმი რო დაარსა მიშამ აი ეგეთი ოკუპაციის მუზეუმში უნდა იყოს სალომეც იმიტომ მაგის ოკუპაციას უკეთებდა ქვეყანას რო აბეზღებ იქ და ისწყო გადატრიალებას ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს რომელიც იქ კავშირს და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას აწყობს. ეგრე არ მოხდება რა. ნუ ახლა არ გამოვალო. არა, ეს ხალი საერთოდ გამოვიდა ყველანაირი იმდა რა. აი ამას არის ზავს, აი უნამოსო ვიყო რა. ყველაზე ძალიან მაძუნდა რა ხალი რა. აი რაღაც აი ზიზღი ქვეყნის წინაშე რო აქ რა. ქართველი ერის წინაშე, პატრიარქის წინაშე ამხელა ფარისეველი იყო ეკლესიაში როგორ დადიოდა პირჯვას იწერდა. აი რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. და იცი ღმერთი ყველას აჩენს თავის სახეს. გამოაჩინა ყველასი. აი ამ ბოლო წლებში ეს 2 წელიწადია რა. რომ ყველა სახე, ყველა ვინ არის, ყველაფერს დაერქვა თავის სახელი. მაგრამ ისეთი ძლიერია ის ფლანგი. მაგრამ მეორე რამეც არის დო ხალხს არ უბრალოდ ხალხი იმას ფიქრობს რომ გამოვიდე და დაპირისპირება მოხდეს ან ვიღაცა შემოაკვდეს არ უნდა თუ სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლი დაიღვაროს ამათ უნდა კაცო ამათ უნდა ჩვენი ერი ხო ბძენი ერია ჯერ როგორ შეიძლება პრეზიდენტი ხალი ხარ მართლმადიდებელი ქვეყნის იძახი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო რასი ქრისტიანია ვიღაცა იქ ჯვარს ფეხს ურტყავდნენ ჯოხს ურტყავდნენ წიხს ურტყავდნენ იქ ჩაატარეს რიტუალი სატანური უფლის გამოსახულება იყო კუბოზე და ისე მოეტანათ სასვენებელი და ისე დაეწვათ რაღა უფლის სახით აარჩიეს და დაწვეს იმიტომ რომ სატანის რიტუალი ხომ ჩაეტარებინათ და მოიყვანეს ვიღაცები მაგდუნები იქ რაღაცა ალოცინები მშხიბავები და კალდუნები და მაგდუნები სად ყავდათ ესენი უყურა და თვითონ სალომე ყოფილა თურე მაგათი ხელმძღვანელი უყურას აი ამ მშხიბავების ამ კალდუნების ამ სატანისტების და ამის და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ახავ ძალიან რომ მართლმადიდებელია რისი მართლმადიდებელია ეგ არის ფრანგი გათახსირებული სატანისტი კათოლიკე მაიმუნი ძუკნა არც კათოლიკე არ არის არც კათოლიკე იკისრებდა მაგას რაც მაგანი იკისრებდა ხო მაგენ იგესებდნენ. არა, დღევანდელები იმიტომ რომ ბიჭო, რაზეც იდგა ევროპა. ეს იყო ქრისტიანობაზე და ის ქრისტიანობას შლიდნენ ევროპაში და აღარ აგავს ევროპას. ეს რო შეიქმნა ევროკავშირი. ეს შეიქმნა ზუსტად სატანისტური ორგანიზაცია. ევროპასთან ქართველებს არაფერი არ აქვს გასაყოფი. ევროკავშირთან არის პრობლემა.
ევროკავშირს აქვს თვითონ ევროპასთან პრობლემა. ჩვენ იდეოლოგია აქვს სატანისტური. ხო, იდეოლოგია. სატანისტური იდეოლოგია აქვს, კაცო, ეს ლიბერალ ფაშისტური იდეოლოგია აქვს ამ ევროპაში. ხო, ეს წაიყვანეს, როცა უნდა ყოფილიყო ეკონომიკური კავშირი და რაღაცეები. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი. კავშირები, მაგრამ ესე კი არა, რომ სახელმწიფოებს ავალებდნენ, რომ ეს არ ვარ გაის პრეზიდენტი, ეს პრემიერი უნდა გადააგდო და დაიწყეს ყველაფერი მამაძაღლობის კეთება. ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს, იქაც ევროპაშიც გადაკიდებულია ხალხი, ხო არა? საშინელი მდგომარეობა არის. იქაც საშინელი გაყოფილია ხალხი. გაყოფილი არის ახლა როგორც კონსერვატიული ფლანგი და ლიბერალური ფლანგი. კი, გაიყვენ ყველა სადაც ჩატარდა არჩევნები, აგერ 2-3 ქვეყანაში ნახეთ, რომ იგებენ კონსერვატორები და ამიტომ იშლება რა, ეს ხელოვნურად შექმნილი სატანისტური ორგანიზაციები დიდი ხანი გაძლეს კიდე. იცით რა არის ახლა? იცი რატო გაძლეს? ფულით გაძლეს კაცო თუ არა? ფული ხო ჯოჯოხეთსაც ანათებს. ნუ ახლა ფული დიდხან ვერ გაძლებს ადამიანს. არა, ვერ გაძლებს და შენ თუ შენი შინაგანი წმენა არ გაგაჩინა, შინაგანი ღირებულებები არ გაქვს, ხო? და შენი უფალმა ხო დაანახა 30-35 წლის მანძილზე. უფალმა დაანახა, ხალხო, სად მიდიხართ? საით ეშვებით? სად გარყვნილების მორევში ვარდებით? რეები არ მიიღეს რა კანონები მშობელს ბავშვს წაართმევენ რაღაცა სიგიჟეთ როგორ უნდა წამართვა სახელმწიფოს რა უფლება ჩაეგებს ჩემი შვილის აღზრდაში ეხლა არ გამოვალო ვიძახის როდის სახელმწიფოს უფრო უყვარს ჩემი შვილი თუ მე ბატონო ზაზა ვიძახის ეს ქალი აი დაჟი ბავშვი რო გააფიჩინეს ფეხებს გაიგე ასე გააშტიდა და არ მინდაო გაიგე არ გამოვალო ვიძახის გაიგე მოწოს იქაურობა მიჩვია რა კომფორტში აცხოვრეს ამდენი წელიწადი. თან ყველაზე მეტი ვადა 6 წელი გამოუვიდა მოღვაწეობის. 6 წელი გამოუვიდა. ვითომ იმოღვაწევა რამე არა მე ვფიქრობ, იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ ახლა ესენი ელოდებიან რაც იცი ეს ახლა კიდევ მიმოვარება. არ გამოვა, ძალით წაიყვანა. მომისმენი ახლა შეხედე რა ხდება ახლა. ესენი ახლა იქ უნდათ რომ ახლა მიტინგები აწყო. აი ახლა ნახეთ რა ხდება. ესენი ხო გადავიდნენ უკვე სხვა მოქმედებაზე. გეგმები არის რამოდენი პირველი, მეორე, მესამე, ახალი წელი მოვიდა რა გეგმები. იყო ახლა გეგმა რომელიც დახალწეს ახლა ახსენეთ თქვენ ნაძვის ხეუნა აინთო ქალაქის მერიას ხო? და მანდატ პროვოკაცია იყო დაგეგმილი ხო? მე გადადეს და მეორე დღეს აანთეს რა. არა, მომისმენი ახლა ამათი გეგმის იმით გეუნები რა ქვია მსვლელობით იმ დღეს უკვე პროვოკაცია უნდა მომხდარიყო გესმის აშია საქმე ეს ხო მივიდა ან ხალხი რომელსაც ნაძვის ხეზე უნდა მივიდეს ბიჭო უნდა იქ ბავშვები მიიყვანეს გაიგე რაღაცე და იქ ხალი მივიდა კაცო და ბავშვი მიიყვანა თავისი იქ რო ანახეს ოეჩხობი რატო მოიყვანა ხო რატო მოიყვანეო ხო აი წარმოიდგინე ხო შენ რა დონის ნაძირლები არიან და რა დონის ესე იგი სატანისტები არიან კაცო ბავშვი სად უნდა მიიყვანო ნაძვის ხეზე უნდა თოვლის ბაბუა უნდა ანახო და გასართობი და საახალწლო სოფელი და ამაცავეთ ის ხარ უნდა აღურებიო სატანისტური რიტუალები ამაცავეთ ეს ხო გახსოვთ იქ რისისპაზე სატანისტურ რიტუალებს ვატარებდნენ ბავშვებს აღურებინებდნენ არ გახსოვთ მათ რომ ბავშვები მიყავდათ რისისპაზე იქ რომ რაღაც ის ქონათ რაღაცა რომ შექმნეს რაღაცა ძეგლი რო გააკეთეს რა ჯანდაბა იყო არ ვიცი ის ხო იმიტომ ჩამოანგრია ქართველმა ხალხმა ხო მივე არა ჩვენ არ ვიყავით კაცო ვიყავით როგორ არ ვიყავით ამათ ხო ბავშვები მიყავდათ იქ ხო ეს იგივე სხვებს ეწირვა არის კაცო მეტი კი არაფერი არის აბარა აი ესეთ რიტუალებში დაგავთ ამათ ბავშვები გაიგე იმიტომ რომ სატანას უნდა ემსახურო ხო და აი აქ sadაც ბავშვი უნდა მეიყვანო იმაში ადამიანურ რაღაც ღონისძიებებზე ეკლესიაში ცივაზე ლოცვაზე ხო ეს მათთვის არის ესე იგი თურმე ბნელი ცხოვრება, ეს ვისაშია საქმე. და ამიტომ იყო რომ იმ ქალბატონს დედამ, აი მე მართ ყოჩახი ქალბატონს რომ ნამდვილად კარგი ქალბატონი, კარგი დედა იქ. ვაჟკაცურად დადგა და აი ქალბატონი და კაი დედაც არის ვენაცვალე, მაგრამ აი ესეთი ქალბატონები არ ჩედეთ საქართველოს. და მე ამ ნაძირლებმა რა ფეიკები და ისინი არწელეს იმ დედას ესე ფოტოშოპები და ესო გაუკეთეს ბიჭო, გაიგე? აი უსხვინოები ხარ, შენ უნამუსუები ხარ თქვენ და უსიცხვილოები ხარ და მე კიდო გეუნები სალომე შენ ახარ დედა? შენ არ ახარ დედა? როგორ შეიძლება შენ სოლიდარობა არ გამოუცხადო იმ დედას, რომელმა დედამაც იმ თქვენი ჭინგებიდან შეურაცხყოფა მიიღეს. შეურაცხყოფა მიიღო. იღაც იმ დედამ, რომელმა დედამაც თავის შვილის ღირსება დაიცვა. თავის დედობრივი ღირსება დაიცვა, გაიგე? თავისი ისტორიული დედის
სიყვარული დაიცვა, ესეც დაშია საქმე და შენ კიდო გამოდიხარ და ამათ უკრავ ტაშ და ამათ აჯილდოებ და ამათ ესე იგი იმას რა ქვია ჩინმენდლებს იმაშობი გადაცემ იმისათვის რომ ყოჩაღო მაგრად იბრძოლეთო ბიჭო ჯერ ვინც დააჯილდოვე მომისვინე სალომე აქეთ ვინც დააჯილდოვე ხო არც ერთი არ არის ესე იგი დაზარალებული და დაზიანებული პოლიციის მხრიდან ყველა არის დაზარალებული და დაზიანებული თვითონ თქვენი ხალხის მხრიდან გასულ კადრები არსებობს ეგრე ერთმანეთს დასხეთ გაიგე ერთმანეთის ნასრული ქვა მოხდათ შუბში აი ეს გააკეთეთ თქვენ და ახლა რაშუაში აქ ან მათი საგმირო საქმეები ხო ან ესე იგი პოლიცია რაშუაში აქ მაიცა გმირობას რას ეძახიან ვაშო ესე რა რისი გმირები იყვენ სამასი არაგველი ცხაძმა ხერქეულიძე დედასთან ერთად თევდორე მღვდელი და ბევრი რა ესენი გმირობას ასე ეძახიან იცი ესენი გმირობას ეძახიან ჯაფარიძე რო შეიხდის შარვარსა უკანარს რო აქიცინებს გაიგე ამას ეძახიან გმირობას და ეს არის მაგათი გმირობა გაიგე ეს ტრენდი გახადეს რა გმირობის ეს არის მაგათი ამაში აჯილდოებენ ერთმანეთს მაგენი დამაშინებენ ფულს ამაში იღებენ ფულს კიდე გაიგე აბა მეჩი არაფერში სხვაში მეჩი ესენი არაფერში არ უქნია არ არიან რა მეჩი არაფერში არ არიან ესენი და არიან ამ ჯადოსნურ ცხოვრებაში ჩართული თავიდან ბოლომდე და არიან ასე პიტავენ იხჩობიან ამ ჯადოსნურ ცხოვრებაში ხო ჯადოქრობ ცხოვრებაში იხჩობიან ჯადოქრები არიან კაცო მაგრამ და დაიხჩობიან კიდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლი დაწვავს ამ ხალხს რა როდენდე გეყოფათ ის იქიდან შემოგზავნილი ფულები მაგასაც დაგანახებთ ახლა აგერ 2025-ში გადაგეკეტებათ ბოლომდე კრანი და მე ადეკეთ და დადეკეთ იქ იმას ცირკთან და ქვემოთ სანაპიროზე დადეკეთ იქ და გაიშვირეთ ხელი და ხან ერთ მანქანას ჩაუხდით და ხან მეორე მანქანას და გააქირავეთ ერთი ადგილი თქვენი როგორც ჩვევიათ და იშოვით ამით ფულს რა და ამით იარსებეთ მე თვითონ სხვაგან თქვენ არცად უკვე არ გაქვთ არანაირი საშუალება და არანაირი ამ ქალბატონს არც დაცვა აღარ უნდა ყავდეს. მე რო სახელმწიფო. არა, ხო ყავს ახლა პრეზიდენტი. დაცვა არა, ბადრაგი უნდა ყავდეს. ხო. დაცვა ბადრაგი უნდა ყავდეს. არც ის საპრეზიდენტო პენსიაც უნდა მოუხსნან. კი ბატონო. და ეს ხალი უნდა გასამართლეს ქვეყნის და ერის ღალატისათვის. დაცვა კი არა ბატონო ზაზა, მას ბადრაგი უნდა ყავდეს. ბადრაგი პატარა ხანში. აი ბალიან აი როგორც კი ახლა მას ამოეწურვა. არ გამოვალო, გამოხვალ კი არა. 29 რიცხვის შემდგომ უკვე სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში უნდა ეზრუნოს პროკურატურამ და ეს უნდა გააკეთოს აუცილებლად პროკურატურამ. პროკურატურამ მაქსიმალურად უნდა გადაიტანოს ყურადღება და უნდა მთელი ესე იგი თავისი რესურსის მობილიზება უნდა გააკეთოს ამ გარეწარი ამ არამზადა რევოლუციონერი წინააღმდეგ სალომე. გათხოვა არ ექნება, შუქი არ ექნება, არაფერი და ფეჩს თუ დაანთებს, იქ სახელმწიფო ქონებას დააზიანებს უკანონოდ. ახლა რა ხდება შეხედე ჩვენ რომ ლოგიკურად ვიმჯეროთ ახლა ნახე რა ხდება. კარგი არ გამოვიდა იქიდან ხო? არ გამოვიდა. ის ახლა არ არის გამორიცხული ეს ხო იცი როგორ ის არის ვერ არის თავის მოტორზე რა. არ გამოვალო ის ხო? ამ შემთხვევაში რა ხდება, ნახეთ? მაგაზე კაი სიტყვა არსებობს ქუჩაში, მაგრამ არა, ამ შემთხვევაში რა ხდება? არ ვიტყვი ახლა. ამ შემთხვევაში რა ხდება? მაყურებელს პატივს და არ ვიტყვი. ამ შემთხვევაში რა ხდება, ადამიანს ნახეთ ახლა. ნუ ახლა ახალი პრეზიდენტი ყავს უკვე, რომელიც 29-ში უკვე ფიზდადებს, ხო? და უკვე ძალაში შედის მისი კანონიერი, ესე იგი, უფლებამოსილება, ხო? ამიტომ ხელისუფლებამ ბევრი რო არის წვალოს და ბევრი რო ესე იგი ეს აჟიოტაჟი არ გამოიწვიონ, ეს ახალი პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი გადმოიყვანა რაულაბრის იმაში რეზიდენციაში არაჩვეულებრივად შენიერად ისე ფუნქციონირებს იყოს იმ რეზიდენციაში ეს ხალი ჩათვალონ უკვე უკანონოდ შეჭრილ მოქალაქედ სახელმწიფო ქონებაში უკანონოდ შეჭრილ მოქალაქედ გაიგე ხო და მე შესაბამისად ეს შენობა ნაგებობა ვის ბალანსიც არის მან უნდა იზრუნოს მის იზოლებით გამოსახლებაზე სახელმწიფო ბალანსია ხო, გასაგებია, ხო, სახელმწიფო ბალანსი არის და არის იმაზე, ან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი არის და ხო, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი იქნება. მან უნდა იზრუნოს ამ ეკონომიკის სამინისტრო უნდა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. რომ ესე იგი, არ ვიღაცა მოქალაქე შეიჭრა მის სახელმწიფო ქონებაში უკანონოდ, გაიგე? ხო და სასამართლო გამოიწვევს გადაწყვეტილებას მის იზოლებით გამოსახლებაზე. იზოლებით გამოსახლება ხდება სუსტად, იურიდიულად, რომ ესე იგი ჩვენ შევხედოთ, ახლა მე იურისტი არა ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ მე როგორც ხდება, ხო, აი ქალაქის ზედამხედველობის ქალაქის მერიიდან როგორ ხდება იზოლებით გამოსახლებენ გაჭირვებული ხალხის, ხო? ამათ რო ასახლებთ, აგერ ახლა გამოსახლეთ სალომე ზურაბიშვილი, გაიგე? სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შემდგომ მიმართავს ეკონომიკის სამინისტრო აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულო პოლიცია მოდის, გაიგე? და იმ შენ და იმ სალომე ზურაბიშვილის აი ესე სულ ცანცალით გამოიყვეს იქიდან. ყოველგვარი კანონდარღვევა. მადაც ეს არის ბატონ ტრისთან უფიქრთები, აი რო იძახის არ გამოვალო.
მადაც უნდა თუ პროვოკაციები მოაწყო. ამისთვის აკეთებენ ეხლა მაგასაც თორე. ამისთვის არაფერი იქნებ მათ მოხდეს ისეთი რამე რომ საბაბი მიეცეთ 20-მდე რიმე აძალებენ და აძალებენ. ამათაც ძალები არ ყოფნით. ესენი ეხლა 26-ში იწყებენ, გაიგე? 26-ში დაიწყებენ უკვე ისევ შეგი ყმოვილს და ჭყავილს ჭინკებივით დაიწყებენ 26-ში და 29-ში არის ინაუგურაცია. ეხლა ინაუგურაცია ალბათ თუ თბილისში ჩატარდა, ხო იცი მიესწევიან ესენი იქ. და ამ გათახსირებული ქალის ინაუგურაცია ჩატარდა თელავში, ხო? და ეს ახლა ვინც ახლა მაგათ ხარში უდგას, აგერ ეს რას უღურა გააგინებდნენ? რა დღეში იყვნენ? აგენტს უძახოდნენ. ფეხი ჩადიოდნენ თელავში. ხო და რუსეთის აგენტია. რუსეთმა დანიშნა. ჩაეშალათ მთავარი არის ესე იგი ინაუგურაცია და ახლა უკვე ვაშაძე იყო ევროპის და ეს იყო რუსეთის აგენტი. ეს ნაძირალა ვაშაძე კიდევ ახლა ეს ახლა ვაშაძე ახსენეთ თქვენ ის. ეს ჭუჭუ ვაშაძე რო ახსენეთ ახლა გაიგე ეს ნაძირალა მე ახლა არ ვიცი ახლა ნახავს ალბათ შენი მოსახლეობა იმ კადრებს და მის გამოსვლას ერთ-ერთი გამოსვლა აქვს მას სადაც კონფერენციაზე იყოფება თუ რაღაც შეხვედრაზე იყოფება და რას ამბობს იცი? ჩვენო კაცო ზედმეტი ფულების ხარჯვა რატო ხარჯავთ ზედმეტი ფულებსო ბიუჯეტიდანო რაში გვჭირდებაო ჩვენ რომ ონკო პაციენტებსო კი ონკო პაციენტებზე მაინც მოგდებიანო და მაინც მოგდებიანო მიგაგვდა ძაღლები შენ ჯიშტა ჯილაკს გაიგე შენ არაკაცო შენ შემათა ჭუჭუ ვაშაძე შენ ნაძირალა შენ ბიჭო იმ ადამიანებს რაღაც გარკვეული იმედები ჩაესახათ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული პროგრამები არის გაიგე რომელიც პროგრამების საფუძველზეც მათ სიცოცხლე უხანგრძლივდება გაიგე და შენ ნაძირალა შემალა მეტასტაზო გაიგე შენზე მეტი მეტასტაზი ამ ქვეყანაზე არ არსებობს გაიგე შენ ამბობ რომ ამ ადამიანებს შეუწყვეტ დაფინანსება და ხალხო თქვენ გეუბნებით თქვენ ვინც მაგას ხმამიეცით აი ვინც მაგას ხმამიეცით ნახეთ მოусმინეთ რას ლაპარაკობს ის ნახეთ საქართველო პატარა ქვეყანა არის გესმით აშია საქმე და ყველას ხავს ვიღაცას ახლობელი რაღაც ათესავი ან მეზობელი ამ ავადმყოფობით ისა რაღაცა ქვია ამსენის შეპრობლები ადამიანი არიან ესეთი ხალხი და ამას ეს უნდა აპატიოთ ამ ნაძირალას ჩვენ არ ვპატიობთ ჩვენ თელი ცხოვრება ვიცით ასა ჭუჭუ არის ეს გაიგე და რაც არაკაცი არის და ვიცით რომ ამის გამკეთებელი არის და ეს კიდათ მოიყვანოთ ხელისუფლებაში და ასეთები კიდათ მოიყვანოთ ხელისუფლებაში რომელი ადამიანის პირდაპირ ოფიციალურად აყენებს საკითხს სახელმწიფოს წინაშე რომ ამ ადამიანებს დაფინანსება უნდა შეუწყვეტს თუმცა ძალიან მცირე დრო არის მათი ესე იგი ამ ქვეყანაზე ყოფნა ძალიან მცირე დრო შენთვის არის მცირე დრო ამ ქვეყანაში აქაურობაში ყოფნა შენ მალე წახვალ ჯოჯოხეთში იცოდე შენ იცოდე რომ ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს არაკაცო შენ გაიგე და ამ ადამიანს ონკოპაციენტებს ესე იგი უზღუდავ დაფინანსებას და მკურნალობას და ონკოპაციენტებს ესე იგი შენ მე ბავშვებზე დაფინანსება ნელ-ნელა გადავიდოდე სხვებზე გადავა მე გაიგე აი ეს ახარ შენ ხარ არაკაცი ხარ არამზადა ხარ შენ გაიგე შენ იცი რა ხარ ამ ქვეყნის ზედმეტი აი ის ახარ რა რომ მეტყვი აი ფეკალია ხარ ამ ქვეყნის შენ მეტი სხვა არაფერი არ ახარ მე მახსოვს ბატონო ტრისთან ამაზე რო გამოდიოდნენ მაშინ გდანის მეროს საპრობელოში ვიხდიდი სასჯელს არაფრის გამო და მე მახსოვს როგორ ლაპარაკობდნენ ამაზე რომ 100,000 მეტი გაყალბებული პირადობის მოწმეები ჰქონდა და სად წავიდა ის პირადობის მოწმეების საქმე ვინ შემოდო იმ თაროზე კი ბატონო ეს ნაძირალა ეს არაკაცი გაიგე და ახლა ონკოპაციენტებს მიწვდა ეგ და ონკოპაციენტები რომლებიც მართლაც შეხურებენ ყოველ წუთში და ყოველ წამს იქნება რაღაცა რაიმე ახალი პროგრამები ჩაისახოს რომ მათ სიცოცხლე გაუძლებს ქვეყანა ახალი პროგრამები ჩაისახა ახლა უკვე მით უმეტეს ძალიან ბევრი 25 წლიდან დაიწყებს უკვე ეს პროგრამები ყველა მუშაობა და ამას მერიას ცალკე აქვს მთავრობას ცალკე აქვს და ქვეყანა რაღაც პროგრამები ამ ნაძირალას ამ პროგრამებს გაუქმება უნდა გაიგე რა შეა საქმე ამ ნაძირალა არაკაც ამას გაიგე შენ როგორ შეიძლება კაცი შეხვდეს ქუჩაში და იმ კაცს არ მოგაფურთხოს სახელში არ ნახე არის იმ დღეს იყო ტიპი შეხვდა და უთხრა გააჩემე თუ აგარტყიო შენ მეღარ გამოვა მაგ ქუჩაში მაგათვა თვითონ გამოუტენს თავიანთავს განაჩენი გაიგე მით უმეტეს ახლა შეხედე ეხლა ერთი სულიად იქნებ შეძრენ პარლამენტში ვინ ეგენი ხო იქნებ მალე დაანებონ თავიანთავს რა მე აი ქართულოს იმას აუთხარი ეგენი პარლამენტში შემოუშვა გაიგე ზის დასწანებულად ზიხართ მან და ის არ არის იქ რა ვიცი მასხარაობა ტინგიცაობა არ არის იქ და მაგენი არ დავინახო პარლამენტში შემოსულოთ ჩვენ შემოგივარდებით ვერ იცოდე პარლამენტში ეს იცოდეთ რა ჩვენ შემოგივარდებით პარლამენტში მაგის თუ შემოუშვათ პარლამენტში დროა უკვე დაიწყოთ ხალხზე ფიქრი და ქვეყანაზე ფიქრი და ზრუნვა
აღარ არის ეხლა მასხარაობის დრო და იქ ბოლის გაშვება და მომწამლავი ნივთიერებების გაშვება პარლამენტში კიდე. ესენი აკეთებდნენ ყველაფერს, ნაძირლები, ხო რა საშინელებას აკეთებდნენ, ხო უცი პარლამენტში. პარლამენტს ხარ მიცეს იმის საშუალება რომ რაღაც ისეთ კანონები მიიღოთ, რომელი კანონების საფუძველზე ადამიანი ქვეყანაში ადამიანით იგრძნობა თავს. იცი რამე კვირს. მთელი აი ეხლა ერთი აქედან ამ ოპოზიცია ერთი სულელი რაღაცა სიტყვის და თელი გორდება ფეიკი და ყველა ებება ამ ლაპარაკს. დაანებე თქვა და თქვას მაგის დედაც ვადერე სისულელე თქვაში გაანებე შენ ქვეყანას მიხედე შენ ხალხზე იზრუნე და ის ხალხი მერე მიხედავს და გაიგებს ყველაფერს. ხალხისთვის სხვა არაფერი გაუკეთებია ოპოზიცია. ოპოზიციაც იგივე ხელისუფლების ნაწილია. პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და ხალხზე მაგას, მაგრამ ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა ხალხი მარტო უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. რომ კარგად გაამწარონ აქ საქართველოს მთელი მოსახლეობა. მთელი პარლამენტში, აი მთელი ცხოვრება პარლამენტში თავს მაგას. ჯერ ხელისუფლებაში რომ იყვნენ ჯერ ხო, ესე იგი მოკლედ მთელი საქართველოს წამოინხვეს თავზე რა, წამოინხვეს თავზე და როგორც ნუ ისე ატარებდნენ დროს ამ ქვეყანაში რა. ადამიანები აღარ მიაჩნდათ მთელი ქონებები აქ წარმოღებული მიწები და ყველაფერი მარტო თავიანთ ესე იგი ფიქრობდნენ მარტო თავიანთ თავზე თავიანთ გარემოცვაზე და თავიანთ ესე იგი ამ რაღაც ბოსბანდაზე რომელიც მის ირგვლივ ტრიალებდა ხო ოპოზიციაში გადავიდნენ და გადაიყვანეს და გააცოცხლეს ეს მკვდრები ეს ნაძირლები ეს აკოთებულები გააცოცხლეს და აქაც იგივე გააგრძელეს ხო პარლამენტში არ მიცეს საშუალება არცეთ იმას ხელისუფლების წარმომადგენლებს იმისათვის რომ მათ რაღაც გარკვეული ფიქრი და გარკვეული საქმიანობა გაეკეთებინათ ხალხისათვის ხო მუდამ იყოთ მუდამ დაპირისპირება მუდამ ჩხუბი მუდამ გინება მუდამ ერთმანეთის ლანძღვა და ეხლა თუ მასე აპირებთ თქვენ კიდევ გაგრძელებას და ამათ პარლამენტში შემოყვანას და კიდევ იგივე ფორმატებში გაგრძელებას საპარლამენტო ცხოვრებისას ხო ამას ხალხი აღარ მოგითმეთ იცოდეთ და ჩვენ აღარ მოვითმეთ ამას კაცო დამთავრებული საკითხია ჩახსნილი ეს ხალხი უკვე ყოველგვარ საპარლამენტო ცხოვრებას დაიწყეთ ახლა უკვე თქვენ პროცედურები დაიწყეთ აუცილებლად სამართლებრივი პროცედურები იმასთან დაკავშირებით რომ ამ ადამიანებმა ყველამ აგონ პასუხი თავიანთ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე მით უმეტეს ეხლა ამ ბოლო დროს რამდენი ცდელობა იყო ამ ბოლო დროს გადატრიალების მოწყობის იქიდან დაიწყო ბოლომდე იმათ თავი დავანებოთ კაცო ამ ბოლო დროს უკვე აღარ ღიად და აშკარად გამოჩნდა ყველაფერი მაშინ აშკარა არ იყო მაშინაც არისო დემოლოტივის კოქტეილი ახლა გამოჩნდა აშკარად უკვე პიტაპირ ამოუღეს იმიდან ოფისებიდან ამოუღეს უკვე ის საშუალებები რომელიც საშუალებების საფუძველზე შესაძლებელი იყო ადამიანების ლიკვიდაცია კი ბატონო ხო დაიწყო ამაზე გამოძიება ხა და დაიწყო ამათი სამართლებრივი კუთხით დევნა და დამთავრდება ყველაფერი დავისვენებთ ჩვენ, დაისვენებთ საქართველოს, დაისვენებთ თქვენს და თქვენს მოგეცემათ მუშაობის საშუალება იმ პარლამენტში და მთავრობაში და თუ ესე იგი თქვენ ამას არ გააკეთებთ, ხო, მაშინ თქვენს გაწყობთ ეს ასეთი ქაოსი პარლამენტში და ხელისუფლებაში და რომ ეს გადაფაროს ამ ქაოსმა თქვენი უსაქმურობა. ასე გამოდის? და გამოდის რომ ხელისუფლება ყოს უნიათო. თუ უნიათო ხელისუფლება უნდა წავიდეს მაშინ. კი ბატონო. და თუ რა გააკეთეთ ეს ასას გეუნებით? ასე უნდა გააკეთეს. ეხლა ნახეთ, რომ იცახე რომ ჩვენო კაცო რას ამბობთ როგორ ჩვენ სადა რას მოძალად რასი მოძალადეობაო, რისი ძალადობაო, იქ სალომე გამოვიდა კიდო იმაში ევროსაბჭოში და იქ როგორ ანგელოზები ვართო და მაკეინის ინსტიტუტმა გახშიფრა ეხლა მაგენი 2 დღის უკან, 3 დღის უკან. აი მათი დასკვნა დაიდო და პირდაპირ წერია შეგნი. სანამ სხერფლი არ იქნებაო, ხო? მანამდე საზოგადოებრივი მუხტი არ აიწევაო გესმის თაში ასე. ესე იგი გეუბნება ის მაკეინის ინსტიტუტი, ეს სატანისტების ინსტიტუტი, გაიგე? მაკეინი ხო სატანა იყო? სატანა იყო, სატანის მიმდევარი იყო და სატანის მოციქული იყო, ხო, მაკეინი მიაკვდა აი ძაღლები მაგას. ჯოჯოხეთში არის, ახლა შენ გონია მაგას რომელიმე ის 64-ის კარს გაუღებდე? ჯოჯოხეთშია, იქ კუპშია. ერთი კარია 64-ის, იქ ვერ შესვა, ვერ შეფარშოძია. და გაპიდაბით თქვა, რომ ესე იგი ვიღაცა მოკალითო, ამათ ეუნება, კაცო, მოკალითი ვიღაცაო, გაიგე? ამას იმ დასკვნაში რო წერია, ხო, მსხვერპლთან დაკავშირებით, ვიღაცა მოკალითო, თუ გინდათო თქვენო, ხალხი გამოიყვანოთ ქუჩაშიო. ამას ამბობს მაკეინის ინსტიტუტის სატანისტური ორგანიზაცია, ბატონო გაზა. ხო და ამბობს და ვერ აკეთებენ, იმიტომ ვერ აკეთებენ, რომ უკვე ბიჭო, ის სახელმწიფო აღარ არის, რაც 2003 წელს იყო რა. ახლა გასაგებია, კი. ის სტრუქტურები აღარ არის, ახლა სტრუქტურებმა ახლა ამ პოლიციელებს ახლა მეც პოლიციამ დამიჭირა. მომკლა ცემაში ყველაფერი, მაგრამ შენ მიშას პოლიციამ დაგიჭირე. ხო, პოლიცია. არა, მიშას მაშინ სხვა არ შედარება არის ახლა. არა, მე სხვა რამეს, არა, მე შედარებას. მაშინდე და ახლა არა, მე სხვა რამეს ვამბობ. სხვა რამეს ვამბობ. ესეთი რამე რომ მე რო გამაკეთებია, აქამდე
ჩემი ისაც არ იქნება ვერ მიმპოვიდნენ ჩემს ხედავს სად იქნებოდა გაქრობილი. არაფერი არ გადამიბრუნებია, ხელი არ დამიდია ესე აი სახელმწიფო სტრუქტურის არცეთ შენობაზე და რამხელა რაღაცა ამიგორეს და გადაგამუშავებდნენ ხორცსაკებ მაშინაში და მტკვარს გაატანდნენ შენ. კი, ამას ის დედამი ჩავაგდებდნენ, როგორც ცინდელიანი ჩააგდეს და ბევრი ზღვაში და მორჩა და ვეღარ ისხონებული. ეს უნამოსოები ესენი და ესენი ძახიანო ზღვაში ხალხს ყრიდნენ. საერთოდ აკრობდნენ. სადღაც მარხავდნენ და იძახიან რომ არა ეს ხელისუფლება არის როგორ მოძალადე და როგორ არბევსო დიქტატორებია ჩემი აი ახლა ნახეთ რა ხდება მაკეინის ინსტიტუტმა ძალიან ჩამოიხსნა ნიღაბი ხომ ხედავთ აგერ ის აკერმანის ის იყო რა ქვია ტრეინინგები იყო და ნახეთ აკერმანის ტრეინინგების მივიღეთ აგერ სახეზე ყველაფერი ხო სოროსის ფონდია და სოროსი იყო და სოროსმა ძალიან დაიპყრო მთელი განათლების სისტემა განათლების სისტემა დაიპყრო მთლიანად და აგერ ნახეთ უკვე ფაქტის სახეზე რა მივიღეთ ხო და კიდევ ეს სხვა დანარჩენი სატანისტური ორგანიზაციები არა რა განათლება აქვს აი ეს ახალგაზრდა ასოცირებული რა მინდა თქვა ახლა ხო სხვა დანარჩენი კიდევ სატანისტური ორგანიზაციები ხო ეს ჩვენ ხო დავინახეთ უკვე ეს ხომ ხელისუფლებამ დაინახა უკვე და ხო სამთავრობი მიაყოლე მაგაზე ხო მიიღო უკვე ხელისუფლებამ უკვე პასუხი იმისა რომელი პასუხიც უკვე აგერ სახეზე არის და ამ პასუხმა კინაღამ საქართველოს გადაჭეხა უბსკურში ხო ეს ასიბრალი იყო ეცი რომ მიუშვით თქვენ ყველა კუთხეში რომ ინსტიტუტები და უნივერსიტეტები გახსენეთ გაიგე და თითქოს და იქ სტუდენტებს ამზადებდნენ სპეციალობების და მიხედვით და სკოლები გახსენეთ ამდენი თითქოს და იქ ბავშვებს ამზადებდნენ და ბავშვებს ესე იგი სპეციალობების და მიხედვით ამზადებდნენ ხო ხომ ნახეთ რომ თურმე ასე არ ყოფილა ესენი თურმე მზადებოდნენ რევოლუციისთვის ესენი მზადებოდნენ თურმე იმისათვის რომ ქვეყანაში მოექნათ რევოლუცია და აი ბატონო გამოგივიდათ ის ბავშვები აგერ სკოლა ქუჩაში ხო ხომ შეხედეთ რომ იმ ტყეებში კოჭრის ტყეებში რომ ჯაფარეზი ამზადებდა იმ არასრულწლოვნებს იქ და იარაღთან მოქმედება და იქ რა ქვია საველე ცხოვრება და მერე ჯგუფური მოქმედება და მერე ინდივიდუალური მოქმედება და მცირე ტაქტიკური ჯგუფების მოქმედება და ამას სუფთა სამხედრო თვალსაზრისით ხომ ხდებოდა და ხომ კეთდებოდა ეს და ორგანიზებას ხომ უკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ხო ამის შემდგომ ეხლა თქვენ თუ კიდევ დაუშვით შეცდომა და კიდევ მიუშვით აი ეს ორგანიზაციები და ეს ინსტიტუტები და ეს სექტანტური ესე იგი რომ იტყვი ფონდები და რა ვიცი კიდევ რა არ არსებობს ამ ქვეყანაში და თქვენ ამას წინააღმდეგ ზომები არ მიიღეთ ხო იცოდეთ რომ მე თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამას თვითონ ხალხი ჩვენ გადავწყვეტთ იმიტომ რომ ბიჭო ჩვენ წუხდებით უკვე კაცო აი ეგრაშია საქმე ბიჭო ქვეყანა ვერ ვითარდება კაცო ასეთი დაძაბული სიტუაცია და იძახიან ქვეყანა ეკონომიკის დამიდის როგორ წავა ეკონომიკის და მითხარით რა როცა ქვეყანაში არ ეულა სად მიდის ეკონომიკის და რა კარგი თუნდაც მიდივდეს ეკონომიკის და ქვეყანაში ხო დავუშვათ მიდის ქვეყანაში უცებ მოწყდება ეს და თუ მიმინაროს ქვეყანაში ეკონომიკის და მე რა თმიდა ისეთი ეკონომიკა ბიჭო მე რა თმიდა ისეთი სიმდიდრე ისეთი ფული ხმა ხო უნდა იგზნოს თავის თავზე ეს ეკონომიური გადაკეთილი დღეობა უჩები ქვეყანა განადგურდა ბიჭო რა თქმა უნდა ესეთი ქვეყანა მე ქვეყანა ნადგურდება რა ეკონომიკის დაზეა ლაპარაკი ქვეყანა ნადგურდება და ქვეყანა თუ განადგურდება რა ეკონომიკის დაზეა ან რა თქმა უნდა მე ესეთი ფინანსები რომელი ფინანსების საფუძველზეც ეგერ იმან ხაზარაძე მეგერ ნაძირალაკაცმა ლილომ თუ ლელომ დაიწყო ის რა ქვია სატანისტური ისენი რიტუალები ამ ქვეყანაში ხო აფინანსებს კიდევ ამ სატანისტურ რიტუალებს ეს არის თქვენი ისა რა ქვია ეროვნული მიდგომები ამათ მიხედეთ ყველაფერს იცოდეთ კაი გერასია საქმე მე არ მჭირდება ჯერ შენი ეკონომიკა მე მჭირდება ჯერ ჩემი ოჯახის სიწმინდე ჩემი წვენა ჩემი ეკლესია ჩემი წინაპრების მიერ სისხლით მონოპოლარი ტრადიციები რომლებსაც დღეს ჩვენ დღემდე მოვდივარ და გადაფარებული ვარ დღემდე და დღემდე გვინდა რომ ეს ბოლომდე გავიტანოთ ხო და ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გადავცეთ და ეხლა ამა თუ ამ სატანისტებს თუ იმის საშუალება მიეცნოთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს წაგვართვან ხო მე შენი არც ესეთი ფუფუნება მინდა გაიგე და არც ასეთი ეკონომიკა მინდა და არც ასეთი ფინანსები მჭირდება ავდგები გამოვალ დავაძრობ ხმალს ქარხაშინად დავაჭრი ყველა თავებს გაიგე იმისათვის რომ დავიცვა ჩემი ქვეყანა ჩემი ერი და ჩემი ბერი ხო და აქამდე რომ არ მივიდოს საქმე ბატონო და შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე და იმიტომ რომ თულად იყოს ამაზე რთულად იყოს თუ ხალხი გადაერია რამდენდე უნდა იყოს რა არ ამგონია რომ ხელისუფლებამ ახლა ეს შეცდომა დაუშვას და 2025 წლის დამოუკიდებელი ქვეყანა ხო გვინდა ხო დამოუკიდებლობისთვის ვიბძით ამდენ 35 წელიწადია ხო ბრძოლობ დამოუკიდებლობას და მოგვეცა რეალური საშუალება რომ ქვეყანა მართლა დადგეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო
და კიდე უკან უნდა დავბრუნდეთ კიდე იმ ტალახში და იმ წუმპეში. ეხლა კიდევ ახალი სადაც ლიბერალური ფაშიზმის ქვია და კიდე LGBT-ს სახელი უნდა იყოს ამ ქვეყანაში და კიდე რაღაც მამაძაღლობების და მაიმუნობების. ხანს ერთმანეთს მოვეფეროთ სიყვარულით უპასუხოთ ერთმანეთს და ღმერთი გადმოგხედავს ჩვენ ქართველებს და თლიან საქართველოს კაცო. ქართველი რო კარგად ცხოვრობდა საქართველოში, ყველა ეროვნების ადამიანი კარგად ცხოვრობდა ამ ქვეყანაში. არასდროს არ ყოფილა არც ერთი ის რომ მისული იყვენ და ვიღაცა დაერბია და მისეოდნენ და მოსეოდნენ და მამაძაღლობები. ყველაფერი შემოიღეს ეხლა რა. მუსლიმსაც პატივს სცემდნენ, ებრაელსაც პატივს სცემდნენ და სომეხ გრიგონიანესაც პატივს სცემდნენ. ეხლა კიდევ ახალი ის გამოჩნდა, ახალი ჯგუფი, ახალი დაჯგუფება გამოჩნდა ახლა კიდევ ეს ახალგაზრდა გოგონები 2-2, 3-3 ქუჩა გადაადგილდებიან და ვინც ესე იგი თურმე მათ გვერდით არ არის და მათ იმას იდეოლოგიას არ იზიარებს, ისინი ყოფილან თურმე რუსეთუმეები. ეხლა ახე ბიჭო გოგო, ნორმალური ადამიანი ავტომობილით გადაადგილდება და ეს ვიღაც ნაძიღლები, სექტანტები, გოგოები, ეს მისი რა ქვია, სოდომისტური დროშები აქვს ჩამოხვეული, ევროკავშირის დროშები, სოდომისტური დროშები ესენი ხო? ხო, აბარა. სოდომისტური დროშები აქვს ჩამოხვეული ამ გოგოს, მანქანას წეხლი მიურტყა, ჩამოვიდა, ეს ეუბნება რომ რატომ მიარტყეთ ჩემ მანქანას წეხლიო, გაიგე? რა გინდო და რას მეჩი რატომ მიარტყეთ წეხლიო, გაიგე და ნუ მოკლედ იქ მან თავიანთი სატანისტური ისინი დაუწყეს და და მანქანაში წამოვიდა, აი რუსეთუმე, გაიგე? მე კიდევ ვიღაც გოგო, 2 გოგო, 3 გოგო დადის ღამე გადაადგილდება ასე ქუჩებში, გაიგე, დასახლებული იმაში პუნქტებში, საყვირები უჭირავთ ხელში, ღამე ბიჭო, ღამე ადამიანს რო ძინავს, გაიგე, ბავშვს ძინავს სახში რა. და ჩაყვირიან ამ საყვირებში და გამოდით ხალხო გარეთ, რო გამოვიდნენ გარეთ ის ხალხი, ან აინიდან დუღარე წყალო დაგასხან თავზე, გაიგე? არა ხართ მაგის ღირსები? რა დადიხართ, დაწანწალებთ, კიკიდან ქმრებს აღარ უნდებხართ, გაიგე? არა, მშობელიც არ აყავთ კაცო ამ ახალგაზრდა. მშობელი და ქმრლები და ოჯახები რო ხონდეთ, მაგათ მასეკია დაიწებენ წანწალს ქუჩაში, გაიგე? ასე კი, იქ კიდო ცირკთან თქვენ აღარ ვინღაჩერებთ, გაიგე? იქ სანაპიროზე თქვენ აღარ ვინღაჩერებთ და დაგჭათ. ახლა ერთი ეს თუ საყვირებში ჩაბეროთ და იყვიროთ და გაყვირებთ. იცი აფერ გაყვირებთ? ისე გაყვირებენ და დაგავიწებათ ცხოვრება, იცოდეთ. თავი დაანებეთ ამ ქუჩა წანწალსა. ერთი გამოიარეთ ჩემი სახლის წინ და რას მიიღებთ? ჩემი აიმნი და მაგასაც დაგანახეთ, გაიგე? აი რას მიიღებთ ჩემი აიმნი და გამოიარეთ ერთი. აი ფხიზათა ვარ მე ყოველთვის და არა ვარ, მე სამხედრო კაცი ვარ და სიფხიძე მიყვარს და გამოიარეთ ერთი და გადამეყარეთ სადმე თქვენი ასეთი უმსგავსო ტაქტიკით და უმსგავსო მოქმედებებით. რას მიიღებთ? ჩემგან მაგასაც დაგანახეთ, გაიგე? ამას ასწავლია სპეციალურად. ეს ასწავლა სწორედ იმ აკერმანის იმ ტრეინინგებმა, ეს ასწავლა კიდევ იმ რა ქვია, გიული ალასანიას ინსტიტუტებში თუ უნივერსიტეტებში, გაიგე? ეს ასწავლეს და ამას აკეთებენ, გაიგე? და ამით უნდათ რომ მაგანმა ესე იგი მოახდინონ სახელმწიფო ქონება, ჩაიგდეს ხელში და გადააკეთეს კერძო სასწავლო ფულს ბორდერებად გადააკეთეს, ბიჭო, ბორდერებად, გაიგე? ბარდელი, ხო იცი არის? აი გეული ალასანიას ბარდელი არის ის, ხო? იქა და აგერ სალომე ზურაბაშვილის ბარდელი არის აგერ იმაში ათონელზე, გაიგე? აი სადაც ესე იგი მართლაც ისტორიული შენობა ნაგებობა არის. იქიდან რომ გამოაგდებენ ამ კაცს, გამოუშვებენ, ის შენობა ჯერ უნდა შეუშვათ, დეზინფექცია უნდა გავაკეთონ სულთლიანად თავიდან ბოლომდე, გაიგე? სპეციალისტები შეუშვან და მერე უკვე მღვდელი უნდა შევიდოს და მღვდელმა უნდა ააკურთხოს ქრისტიანული მართლმადიდებლური წესით როგორც არის. აბა ის თუ არა ყავილაშვილს გაუჭირდება ეგ მუშაობა კაცო. კრუგო, აი ესე ირგვლივ სულ ეშმაკები იქნება დახრეული თავზე, გაიგე? დიდი ცუდი აურა იქნება იქ. აურა ეს ეშმაკები, ესენი ეშმაკები არიან სულ ყველა, ესენი ჩაბუდრებულები არიან იქ. და ყავილაშვილს გაუჭირდება არა, თორე ეშმაკები არიან. აჩანს უკვე რქების გამოუშვათ, მაგალითად. ნელა გამოუშვათ. გამოუშვათ რქები. ხო და ამიტომ არის რომ ეს ყველაფერი თუ არ გააკეთა ხელისუფლება და მამა გაბრიელი ამბობდა, ჩლიქებსო ეშმაკები და სატანისტები ყველა საქართველოსი წაიმტრევსო და აქედან დაიწყო. ძვირფასო ხელისუფლებაო. დღეს თქვენ ხალხმა აგირჩიათ. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოგცათ ხმა, იმიტომ რომ რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ ახლა და რაც ჩვენც ახლა პრობლემები ვთქვით, ხო? იმ პრობლემების მოგვარებაა აუცილებლად საჭირო. ეს უნდა მოაგვაროთ. ეს პრობლემები თუ არ მოაგვარეთ, ეს სატანისტური ორგანიზაციები თუ არ განეიტრალეთ ამ ქვეყანაში, ხო? იცოდეთ ვერაფერს ვერ გააკეთებთ რა. არ გვინდა არ თქვენი ფული გვინდა, არ თქვენი საჭმელი გვინდა, არ თქვენი სასმელი გვინდა. ჩვენ გვაცალეთ ჩვენი კაცური ცხოვრება და ქართული ქრისტიანული ადამიანური ცხოვრებით მოვდივართ და გვაცხოვრე ამით. და ამით რო ვიცხოვროთ, ხო? და ამ ცხოვრებას რო გავყვეთ და განავითაროთ, მოგვაცილეს სატანისტები აქედან. ამ შობის მარხვაში რა არის რა. მოგვაცილონ ეს სატანისტები აქედან, ხო? გაფორეათ შობის მარხვაში, ხალხი მარხულობს და შობის მარხვაში ასეთ რაღაცებს უყურებს თო. უნდა გასწუნონ რა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ ყოველთვის
თქვენთანავად საინტერესო ინფორმაციებით. ერთად გვიწევთ თქვენ ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. როგორმე გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი ოჯახური სიწმინდეები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეკლესია, ჩვენი წმენდა, რომელიც უფალმა ჩვენ აი ესე მოგვცა და გვითხრა გიყვარდეთ ხალხო ერთმანეთიო. ნუ ახლა იმათ ეშმაკებს არა აქვს სიყვარული არც გაღაჩინეთ არც გქონიათ არასდროს, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენ უნდა შევხედოთ რა ხდება ამ ქვეყანაში, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და სწორად უნდა მივიქცეთ იმისათვის, რომ ერთმანეთი გადავარჩინოთ და ერთმანეთის გარჩენის საფუძველზე ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე. მადლობთ რომ გიყურებთ, კარგად ვანდებოდეთ.